პირველად საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში ფლომასტერი დანაშაულის იარაღა დააღიარებული ოპოზიციის ალიანსი ელენე ხოშტარიას განაჩენს ეხმაურება. 9 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება აცხადებს, რომ ოცნების ქმედებების მიუხედავად დანებებას არ აპირებენ. დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს ივანიშვილი იქნება, თქვა ნიკა გვარამიამ ალიანსის სახელით გაკეთებული განცხადების დროს. ხოშტარიას დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება გაავრცელა ევროპულმა პარტია ალდემაც. კალათის ბანერზე წარწერის გაკეთების გამო ხოშტარიას დღეს წელიწადნახევრით პატიმრობა მიესაჯა. საპატრიარქო აცხადებს, რომ ილია მეორის ანდერძი არ არსებობს და ვერც იარსებებს. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის შემდეგ დღეს ჟურნალისტებს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ უთხრა, რომ ვინაიდან კათოლიკოს პატრიარქმა სიცოცხლეშივე დაასახელა ტახტის მოსახლე, ანდერძის საჭიროება აღარ არსებობდა. მიტროპოლიტი შიო მუჯირის მოვალეობა ახლა პატრიარქის არჩევნების ჩატარება სინოდისა და გაფართოებული საეკლესიო კრებისთვის მზადებაა. იმედის ბანკზე განაცხადი ჯერ არ შემოსულა, აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. იქნება თუ არა ლიცენზიის გაცემა ბრიტანული სანქციისთვის თავის არიდებაში ხელშეწყობის მცდელობა ამ კითხვას ნათია ტურნავა სპეკულაციას უწოდებს. დაირწმუნება, რომ ეროვნული ბანკი კანონმდებლობის მიხედვით იმოქმედებს. თელ-ავივის ცენტრში 100 კილოგრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერების შემცველი საბრძოლო მასალა აფეთქდა. აფეთქებამ ცენტრალურ რაიონებში მდებარე შენობები და ავტომობილები დააზიანა. დაშავდა 6 ადამიანი.